დღეს მინდა ვისაუბრო სანთლის მადლზე და საფრთხე დღევანდელი სანთლების რაც არის. რა პროცესი ხდება, როდესაც ადამიანი სანთელს ანთებს. სანთელი რო აინთო, სანთლის ფიზიკურ მასაში ჩვენი გაჟღერებული ლოცვა შედის ენერგია სანთელში, ცვილში. ცეცხლი რას აკეთებს? ცეცხლი არის მეგაფონივი. როგორც ხმის მეგაფონია ლაპარაკობ და აძლიერებს სიტყვას, ისე აძლიერებს ვიბრაციებს ცეცხლი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ სანთელს ვანთებთ და ვლოცულობთ, სანთელში კონცენტრირდება ჩვენი ლოცვა და სურვილი. ეხლა განვიხილოთ მასალა სანთლის. დღევანდელი სანთლები რაც ტაძრებშია და რაც ყველგან იყიდება, შეიცავს პარაფინს. პარაფინს ამზადებენ, ნავთობისგან მზადდება. შესაბამისად, ეს სანთლები წარმოადგენს მატერიალურად დაბინძურებულ ნივთიერებას. ნეგატიურ ენერგიას ავსყივებს ავტომატურად ჯერ ენერგიულად და პარაფინი რო ორთქლდება, მაგას შევისუნთქავთ, ეს ცალკე პროცესია. ჩემი რეკომენდაცია, იყიდეთ თაფლის სანთელი და გაადნობთ, ამოავლებთ და ხელით გააკეთებთ. თაფლის ესეთი ნატურალური სანთელი უდიდესი მადლია თითოეულ თქვენ ლოცვაში. თქვენ შხამით კი არ ლოცულობთ შემქმნელთან, არამედ თაფლის სანთელი. როდესაც თაფლის სანთელს ანთებთ სახლში, თქვენ აორთქლებთ თქვენს სახლში ენერგეტიკულად ყველაფერი იწმინდება, ნადგურდება ბნელი ირგვლივ, იმიტომ რომ ფუტკრები ისეთ ვიბრაციულ ველს წარმოქმნის ფრთებსა და ტანს შორის, რომ ანტიგრავიტაციული ველი წარმოიქმნება. თაფლი რატო არ ფუჭდება? მათი ფრთების ვიბრაცია და მოძრაობა ისეთი მაღალ ვიბრაციულია, რომ მაგას რო ანთებთ, სახლს გააბრწყინებს და გაანათებს. ამაში დიდი მადლია, მაგრამ დღეს ადამიანების უმრავლესობა რასაც ანთებს, ეს არის უდიდესი შხამი. ახლა აქ მივედით უდიდეს გახსნამდე, რა ხდება დღეს და რა უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ. კარგი, მივედით თაფლის სანთელით და ავანთეთ. აქ არის ორი პროცესი კიდე. პირველი პროცესი არიან ადამიანები, ვინც მაგალითად შეხედავს ძალიან ლამაზი გოგო შემოვიდა. კარგად ჩაცმული, მდიდრულად, კეთილშობილად, ყველაფერი კარგად და უნდა რომ მისი სილამაზე ან წარმატება მიისაკუთროს. ამისთვის ჭირდება მას მისი სანთელი. მივა და აიღებს. თქვენი სანთელი თუ არ იქნება ჩაწული მინიმუმ 3 მმ-მდე, თქვენ ხელი ხომ მოკიდეთ სანთელს. თქვენი დნმ-იც ზემოთ არის. და დნმ არის თქვენი პირდაპირი მისამართი. ამისად აიღებს იმ სანთელს და გააკეთებს რაც უნდა. ეს ერთი. კარგი, ეს პროცესი არ მოხდა. მივიდა ადამიანი თაფლის სანთელით, არ მოხდა ის პროცესი, რომ ვიღაცამ აიღო მის სანთელი, მაგრამ რა ხდება? ჩამოივლის ადამიანი, რომელიც აიღებს ამ სანთელს, ჩაუწველა და აგროვებს ესე და უამრავი დნმ-ის შემცველი და ენერგიის შემცველი სანთლები, ჩაპროგრამებული ზოგს ონკოლოგიური დაავადებები აქვს, ზოგი ნარკომანიას ებრძვის, ზოგი რაღაც პედოფილიას და ეს სანთლები ერთად ექცევა. შემდეგ ეს სანთლები მიდის ჩაბარებაზე, გადადნობაზე, მაგრამ ახლა რა მინდა გითხრათ, ცეცხლი ანადგურებს ენერგიას, მაგრამ გადადნობა ხდება ნელთბილად. გადადნობა არ ანადგურებს ენერგიას და ყველა ეს ნეგატიური მდგომარეობის სანთლები ერთმანეთში რომ ირევა, იბეჭდება ახალი. ისევ გადადნობა ხდება და წარმოიდგინეთ საქართველოში დღევანდელი სანთლების რამდენიმე ტრილიონი დაბალი ვიბრაციის ენერგიის ნაზავია და ერთმანეთში ტრიალებს და ტრიალებს. ეს სანთლები არ ნადგურდება. გადაადნო, არევია უამრავი დაბალი ვიბრაციის ენერგიის. ხო ხდება ეკოლოგიური კატასტროფა. დღეს ხდება სულიერებაში, ენერგიაში ეკოლოგიური კატასტროფა, ენერგიული თვალსაზრისით რაც ხდება და შეიძლება 10 წლის წინანდელი სანთელი სადღაც ახალ სანთელში იყოს. არაცლიან ჩაწვას. პირველი მივხვდი რომ თაფლის სანთელს აქვს უდიდესი ძალა და მივხვდი რომ ჩვეულებრივი სანთელი კარებს უღებ ისეთ ენერგიებს, რომელიც ჩემი არ არის. განვიცდი გულთან მიმართ იმ ადამიანების, რომლებიც გაღიმებული სახეებით პატარა დედო საყვარელი ბავშვი რო ანთებს და ეს პროცესი ისინი ამას არ იმსახურებენ და არ ჩვენ არ ვიმსახურებთ ამას და არავინ არ იმსახურებს ამას და ეს უნდა გამოსწორდეს. ის სანთელი, რომელიც არაგინთიათ და სახლში გიდევთ და ნაყიდი გაქვთ, ესეც ვიღაცას გარდაცვლილზე აქ ანთებული ტაძარში ან ისე აქ ონკოლოგიურზე ანთებული და შემდეგ გადაადნეს და თქვენ იყიდეთ ახალი. რულეტკასავით არის როგორ გაგიმართლა, რა ნაწილი შეხვდათ დოზა იმ სანთლის.